არა უსამართლობას, არა სიცრუეს, არა ძალადობას. ეს ხელისუფლება ბევრს ეცადა, მაგრამ ვერავინ დააჯერა, რომ მოძმის დანადგომა კრიმინალია. ბევრი ამტკიცა, რომ თავისუფლებისაგან სწრაფვა უცხო ქვეყნის აგენტობაა. თუმცა არც ეს გამოუვიდა და ვერავინ დააწმუნა, რომ დემოკრატია ქართველებისათვის არ არის მოგონილი. ჩვენმა ხალხმა ძალიან ხმამაღლა უთხრა მთელ სამყაროს, რომ დიახ, იმსახურებს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას. დიახ, ბორიკა რადნოი, არა უსამართლობას, არა ძალადობას. დიახ, ბორიკა რადნოი, ქართველი ხალხი არა თუ იმსახურებს, აუცილებლად ისხოვრებს დემოკრატიულ სახელმწიფოში. უბრალოდ ახლა თქვენი სახით, გრუზინების სახით პატარა წინაღობა აქვს, მაგრამ ცოტაც და მართალია თქვენთვის რუსებისთვის მოძმის თანადგომა უცხოა. რა არ ეცადეთ, როგორ არ ეცადეთ, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა აგენტობად გამოგეცხადებინათ, მაგრამ ეგ ხო პირიქით არის. უცხო ქვეყნის კალინკაზე ჯამბაზობაა აგენტობა. ივანიშვილმა ეს განცხადება 2012 წელს გააკეთა. სხვა ბევრ ამასთან ერთად მას საკუთარი არქივი დაღუპავს. ბოლო 13 წლის მანძილზე მისი გაკეთებული განცხადებები აღიარებით ჩვენებასთან ერთად საკუთარი პოლიტიკური აღსასრულის ერთგვარი წინასწარმეტყველებაა. კაცი არ მომიტყუებია ცხოვრებაში, რომ იცოდეთ, ერთ სიტყვას გადაგდებულ ჩემსაც ვერ ნახავთ. ძალიან რთული ცხოვრებით მაქვს, ნაცხოვრები, ძალიან რთული გზა გამომივლია. რუსეთში იმ პერიოდში, როგორც სადაც მე ბიზნესი ვაკეთე, ეტალონი იყო წესიერებით და გამჭვირვალობით ჩემი ბიზნესი. ეს კარგად იციან ევროპელებმაც და კარგად იციან ამერიკელებმაც. არასდროს არა თუ კონტრაქტი დამირღვევია, არა თუ ვინმე მომიტყუებია, გადაგდებულ სიტყვას ვერ ნახავთ ჩემსას. კომენტარი თქვენთვის მომინდი აქვთ, ხო, შეფასებებისას კორექტული იყოთ. განცხადებებს მისი არქივიდან კიდევ შემოგთავაზებთ. მანამდე კი კითხვაა, რატომ ჩქარობს რუსული მეთოდებით ბელოგრუზიზაციას კი არა, ეგ უკვე გვაქვს. ჩეჩნეთის კადილოვიზაციას. ზედმეტი შესავლის გარეშე პუტინის და მის სასარგებლოდ ახლა მსოფლიოში ვითარება არ ლაგდება. ჩინეთის ლიდერს ტრამპი მეგობრულად მოიხსენიებს. დიდ ბიჭებს შორის დიდი შეთანხმება შედგა. შეთანხმება კოჭლი ყასაბის გარეშე. უშედეგო ალასკის და ბუდაპეშტის არშემდგარი შეხვედრის შემდეგ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ არაერთი მედია გამოცემის ინფორმაციით უნკერის დიქტატორი მის დაუღალავს სახედარს ქართუთმოძულე ლავროსაც კი იშორებს. სერბეთის პრეზიდენტი თანახმა ევროპამ სერბეთიდან უკრაინისთვის საბრძოლო მასალა შეეძინოს. მეტიც ბელგრადმა შესაძლოა რუსეთისთვის სანქციების უარის თქმის გადაწყვეტილება შეცვალოს. ამასთან ვუჩიჩი, რომელიც 9 მაისს მოსკოვში პუტინს იახლა, აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ყველაფერი გაკეთეს იმისთვის, რათა სერბეთის ევროპული გზაზე წინსვლა უზრუნველყოფილი იყოს. არშემდგარი სერბი ავტორიტარი მზად არის ახალი არჩევნებიც კი დანიშნოს, რასაც სერბი ხალხი 1 წელია უწყვეტი პროტესტით ითხოვს. ამ დროის მონაცემებით ვუჩიჩი არჩევნებში დიდი ალბათობით დამარცხდება. ორბანიც არ ყოფილა ტყუილად თეთრსახში, კი გამოივაჭრა რუსულ ნავთობზე მეორდი სანქციების გადავადება, მაგრამ ბუდაპეშტში იცია, რომ ეს შეღავათები უსასრულო ვერ იქნება და შესაბამისად უნგრეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესმა კომპანიამ მოლმა ორბანის ვაშინგტონში ვიზიტის წინ განაცხადა, რომ შეუძლია რუსეთის ნავთობის 80%-მდე მოცულობის ჩაანაცვლოს სხვა წყაროებიდან მიღებული საწვავით. ევროპულ საცეცებთან ერთად სამხრეთ ამერიკულსაც კარგავს. გამოცემა ატლანტიკის ინფორმაციით, ვენესუელის დიქტატორი ნიკოლას მადურო მზად არის გადადგეს, თუ ამერიკა მას მისცემს ამინისტიის გარანტიას, გააუქმებს დაწესებულ ჯილდოს მის თავზე და უზრუნველყოფს კომფორტულ დევნილობას. ამ ტურბულენტობაში რა თქმა უნდა მთავარი უკრაინაა. ბრძოლა არ დამთავრებულა, მაგრამ ყასაბმა ომი უკვე წააგო. ვერც ერთი მისია ვერ შეასრულა. კრემლში ახლა ყველაზე კარგად იციან, რომ წაგებული ბრძოლის გაფორმება მხოლოდ დროის ამბავია. წინ უარესიც ელოდებათ, მე არ მომიგონია. კრემლის მთავარი სოციოლოგის ალექსანდრე ხარიჩევის თქმით, დაგროვილი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კონფლიქტების გამო შესაძლოა რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყოს. მისივე ვარაუდით, გარდა ამისა, ქვეყანაში პოლიტიკური, ტერიტორიული და კულტურული სუვერენიტეტის დაკარგვის, მოსახლეობის შემცირების, მთავრობის მიმართ საზოგადოების დობის დაკარგვის და პოლიტიკური სისტემის კოლაფსის, ასევე დეხუმანიზაციისა და რუსების მოუხმარებელ სუბიექტად გადაქცევის წინაშე დგას. უკრაინის ფრონტზე დამარცხდა, მოლდოვა დაკარგა, სომხეთი და აზერბაიჯანი ხელიდან გამოეცვალა და ახლა ცენტრალური აზიის ჯერი დადგა. მაშინ როცა ივანიშვილის კობახიძე სადღაც ჩინეთში კულინარიის მასტერკლასს ატარებდა, ევროპამ მომავალი ახალი ევროპის რუქა კიდევ ერთხელ მონიშნა და ამ მოვლენიდან ორ დღეში არც მეტი არც ნაკლები ცენტრალური აზიის 5 რესპუბლიკის 5 პრეზიდენტი
თეთრ სახლში იმყოფებოდა. ტრამპმა C5+ ფორმატის საიუბილეო 3 უმასპინძლა. ახლა რუსები და გრუზინები იტყვიან, ვასალები ბატონს ეწვივნენო. ძალიანაც კი გინდათ რომ თქვენ ბატონს ვინმე სადმე ხელს ართმევდეს და მიღებაზე ეპატიჟებოდეს, მაგრამ ამასაც დამსახურება უნდა. თქვენი ბატონი ამას დიდი ხანია აღარ იმსახურებს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით თეთრ სახლში შეხვედრის მთავარი მიზეზი რესურსებით მდიდარ რეგიონში ამერიკის გავლენის გაფართოება იყო. რეგიონში, რომელზედაც დიდი ხანია რუსეთი დომინირებს და გავლენები აქვს ჩინეთს. ბუნებრივია შეერთებული შტატები მისი გეოპოლიტიკური კონკურენტების გვერდის სწავლით ცდილობს ახალი პარტნიორობის დამყარებას და გამტკიცებას. ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოკაევმა ვაშინგტონში შეხვედრას შეერთებულ შტატებსა და ცენტრალურ აზიას შორის ურთიერთობის ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა. ამასთან ყაზახეთი აბრამის შეთანხმებას შეუერთდა. უზბეკეთის პრეზიდენტმა კი ტრამპს ცენტრალურ აზიაში მუდმივი სამდივნოს შექმნა შესთავაზა. და ორბელენის სასახლის თქვენმა ბინადარმა ვის რა შესთავაზა? სადმე იყო წასული, ვინმეს რამე უთხრა, თვითშეფასება თუ აუმაღლდა. რამე ფილოსოფიური ინტერვიუ ხო არ დაუგეგმეთ? გამახსენდა, ეგ ხო ერეკლეობაზე იყო, მეო, ვარვარო. თქვენ მოგიწევთ, ან მოგიწევთ აღიარება ამ ხელისუფლების, ან მოგიწევთ აღიარება, ან ნელ-ნელა განიდევნებით, ნელ-ნელა გაიწევით ვერცზე. პრეზიდენტი ხომ ხართ? შენ თქვენ თავს ბატონო მიხარ. აღიარეთ რომ არა ერთი წამი თქვენ ხომ აღიარებთ თქვენ სტატუს კაცს რომ ვერცით გავიწევი, რას ნიშნავს ეს მუხარა? თქვენ არ გაქვთ გადასაწყვეტი მედია აქ ამ ქვეყანაში იარსებებს თუ არ იარსებებს? მორჩა რუსეთის ჩემპიონი აღიარებული და ლეგიტიმურია. ისე ორბელენის სასახლის ბინადარს მინდა ვკითხო. ვინმემ დაგირეკათ? ვინმემ და ტრამპმა. იქნებ ტრედს გამოატანა წერილი, იქნებ ოდნოკლასნიკებში მოგწერათ. მესენჯერი შეამოწმეთ, მაილ რუზეთს შეიხედეთ. და თქვენი ბატონის დიქტატორულ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური პარტიების ფურცელზე აკრძალვის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაზე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება თუ ნახეთ ორბელენის სასახლის ბინადარო. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ფორმულას მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედებით, რომლებიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მთავრობის ნებისმიერი ქმედებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებას. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით, ან მათ ციხეში ჩასმით და ვერ მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. მიხვდით ხო ეს რას ნიშნავს? მიხვდით რა ზუსტად იცით რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულ თქვენ ბატონს მალე ახალი სანქციები დაეწევა ვაშინგტონიდან. ორბანიც ვერ გიშველით. ბოლოს სერიაში ბრიტანული სანქციების სუსხსაც იგრძნობს, მაგრამ არ იდარდოთ. დიდი ხანია მოსკოვიდან არავის შეუქიხართ და სულზე მოგისწროთ. ამჯერად შოიგუს შექებამ. არ შემიძლია არაღურიშნულმა საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია ერთი და მეორე არჩევნების დროს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული დესტრუქციული ქმედებებისთვის. აქ რა თქმა უნდა დავაფასოთ ხელისუფლების გამძლეობა, ნამდვილად დაიცვეს საქართველოსა და ქართული ხალხის ინტერესები. მე რამდენი რუსმა უნდა შეგაქოთ, აბა სხვა აღარავინ გაკებთ. მალე მოსკოვში ჩახვალთ და დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგეთ. ნეიტრალიტეტსაც გამოაცხადეთ. უკრაინაში დამარცხებულს საქართველოში გინდათ გაამარჯვებინოთ. ამიტომ ჩქარობთ. ამიტომ გინდათ საქართველო ბოლომდე დაასრულოთ, რომ ჩამოქცევისთვის განწირულ დამპალ იმპერიას ბოლომდე ხონჩით მიაქთოთ კომპენსაციის სახით, რომ შიზოფრენიულ და განუხორციელებელი ახირება აკონტროლოს ყოფილი საბჭოეთი მარტო გრუზიის მიტაცებით განხორციელდეს. რადგან ზუსტად იცით, რომ შავი ზღვა ვეღარ იქნება რუსეთის შიდა ზღვა. ახლა მსოფლიო დღის წესრიგში შავი ზღვა არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი გლობალური უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკისთვის. შუა და ზანგეზურის დერეფანი, ანუ ტრამპის მარშრუტი შავი ზღვის გარეშე არ გამოვა. სწორედ ამ ამბის ლოგიკური გაგრძელება იყო თეთრ სახლში ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა პრეზიდენტების სამიტი. ძალიანაც უნდა ბორიკა რადნოის რომ მათი მსგავსი მმართველი იყოს, მაგრამ ვერ და არ გამოვა. ვერც ანაკლეის რუსების დაკვეთით დაკონსერვებული პორტის მშენებლობა იმის გარანტია, რომ მას ვაშინგტონში ან ბრიუსელში ხელს ჩამოართმევენ და აღიარებენ, რადგან მარტივი სავაჭრო კონკურენციის გარდა არსებობს ერთი მაგრამ. ივანიშვილმა რუსეთი აირჩია დასავლეთის მთავარი მტერი და რამდენიც არ უნდა იბუდბუდოს ჩინური ტელევიზიაში ივანიშვილის კობახიძემ ევროკავშირი გვინდაო მის სიტყვებს ახლა ნამდვილად ჩალის ფასი აქვს. მაგალითების მოყარა რომ ივანიშვილის დანაშაულებრივი სინდიკატი რუსულ საქმეს აკეთებს, შორს წაგვიყვანს მაგალითისთვის მხოლოდ
ერთს მოგიყვანთ. 14 ოქტომბერს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის წევრებზე, ანუ დევნილობაში მყოფ რუს ოპოზიციონერებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დიქტატორის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ტერორისტული ორგანიზაციის შექმნასა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებაში არიან ბრალდებულები. ხომ არაფერი გეცნოთ, ციხეში უკანონოდ გამოწყდულ და ამ ეტაპზე გარეთ მყოფ ოპოზიციის ლიდერებზე აბსურდული საქმის შეკერვას ხომ არ გავს? ამ სიგიჟის დეტალებით აღარ დაგღლით. აქ დგომ საზოგადოებას, რომელმაც ერთიანობის, სოლიდარობის, სიმამაცის, გაუტეხლობის არნახული ისტორია აჩვენა, ახლა თქვენი ერთიანობა სჭირდება. აქ რუსთაველზე სჭირდება. მოდით აქ არავინ გაყრით. სხვანაირად ვერ შეიძლება რუსების მიერ აჭედილი თავისუფლების კარი, რომელიც 2 წლის წინ მშობლიურ სოფელში თამაზ გინტურმა საკუთარი სიცოცხლის ფასად შელეწა. საღოლო შეგვიწყალე უფალო შეგენაცვალე შედლებას ვენაცვალე აი შემოვდგე ფეხი წყალოზეს ღმერთი აქ რუსთაველზე გინტურის ანწუხელიძის და სხვა უამრავი გმირის დაწყებული საქმე გრძელდება. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, აქ გზა კი არ იკეტება, აქ გზა იხსნება. ივანიშვილის დივერსანტული სინდიკატის მიერ ჩაკეტილი გზა. 28 ნოემბერს 1 წელი შესრულდება ამ საერთო სახალხო პროტესტის. ამ დღეებში ალბათ თბილისის 20%-იანი მერი იტყვის, რომ პროტესტი პარლამენტის წინ მდებარე ტროტუარს არ ცდება. მერი კალაძემ ისიც თქვა, კიევში პროტესტი ერთ ქუჩაზე არ ცდებაო, მაგრამ ხოდა თუ არ ცდება, რას დაარბენინებთ გეკას მილიციელებს და ხან პირბადეს ალუქინებთ, ხანაც ქალბატონ მზიას 2 ლარს და 55 თეთრს. მერი კალაძეს ტრადიციულად ბოლოსკენ მიუბრუნდები, მანამდე კი ერთდროს საამაყო პოლიცია. სახში რომ მიდიხართ და ოჯახის წევრებთან ერთად ტელევიზორს უყურებთ, საამაყო რა გაქვთ დედასთან, მამასთან, მეუღლესთან, შვილთან, რას ეუბნებით რომ კრიმინალს ებრძვით? საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებით, მაშინ მაინც აცნობიერებთ რომ უბრალოდ ჩაფრები ხართ ერთი რუსი კაცის დაცვის პეხოთა. ის ერთი კაცი იცით რას მოგიწოდებთ წარსულიდან, საკუთარი არქივიდან ახლა ქართლში, რომ არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებას და არ შეასრულოთ ის, რადგან თქვენ პროკურორებთან და მოსამართლეებთან ერთად რეპრესიული მანქანის ნაწილები ხართ. დღეს ჩვენ მივიღეთ სტრუქტურა, რომელიც ხელისუფლების ერთი მცირე ჯგუფის ძალადობას განიცდის და მათი უკანონო ბრძანებების შემსრულებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი გავხდით იმის მოწმე, რომ ეს სტრუქტურა არაერთხელ განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა საკუთარ თანამოქალაქეებს. ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს. ნუ აღმართავთ ხელს თქვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ. თქვენ მაინც ნუ დაამცირებთ, ნუ ახრით ღირსებას თქვენივე ძმებისა და სვერცავე ძმებსა და დებს. ხომ ნახეთ, როგორ კი დასჭირდათ სასწრაფოდ შეახოცეს ხელი შემსრულებლებს. არც თქვენ დაგინდობენ. ნუ რაფერი შეგეშინდება. ეს ყველაფერი სადაცაა წარსულ ჩაბარდება. ცოტაც უნდა გაუძოთ ყველამ ერთად. თუ თქვენ არ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, თქვენ მხარეს იქნება კანონი. თქვენ მხარეს იქნება სამართლიანობა. მე მჯერა რომ თქვენ იდგებით ხალხის სამსახურში. თქვენი ბატონი ამბობს ამას თქვენზე, მე არ მithქვამს და ოდიში სხვა რამე მოწოდება ქონდა ხაბეიშვილს, ან ნადირაძეს, ან ზოდელავას, ან ბურჭულაძეს, ან მანჯგალაძეს? მასწავლებლების დამპატიმრებელი ივანიშვილი 2012-ში თურმე ამასაც ამბობდა, პედაგოგებს ხელისუფლება მორჩილებას თხოვსო. ვითომ ახლა სხვა რამეს თხოვს. რამ დაგადუმად სინდისის კარნახით აღარ მოქმედებთ? მინდა მიმართო ჩვენ საყვარელ მასწავლებლებს. თქვენმა უმრავლესობა მოახერხა და ამ ძიმე წლებში არაფერი დაიშორა, რათა სათანადო ცოდნა და აღზრდა მიეცა ბავშვებისათვის. მასწავლებლის უპირველესი დანიშნულება ხომ ისაა, რომ თავისუფალი პიროვნება აღზარდოს, თავისუფალი მოქალაქეები აღუზარდოს თავისუფალ ქვეყანას. დღევანდელი ხელისუფლება კი მასწავლებლებო თქვენგან მორჩილებას მოითხოვს. დაშინებული მასწავლებელი თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის. ამიტომ გთხოვთ, შეასრულეთ თქვენი თავარი მოვალეობა და ნუღარ ჩაუდგებით ამ ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში. ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების საშუალებას. ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ დაგიცავთ ყველას, თვითონ თქვენგანს, თქვენი სინდისის კარნას მიხევით და აჩვენეთ თქვენს მოსწავლეებს, რომ თავისუფლება და ღირსება უმთავრესი ადამიანის ცხოვრებაში. გასაგებია, ძვირფასო პედაგოგებო, აჩვენეთ თქვენ მოსწავლეებს, რომ თავისუფლება და ღირსება ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესია და ისევ ასკივი და აღიარება წარსულიდან, რომელიც დღეს ივანიშვილის რეალობაა. უამრავი ათასობით საქართველოს მოქალაქე გამოსწორებულია ციხეში, რომელსაც არავითარი კანონდარღვევა არ ჩაუდენია. აქვე ერთი აღიარება წარსულიდან, რომელიც დღეს ნამდვილად რეალობაა. ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს
რათა დააკნინოს ამ აქციების მნიშვნელობა და გაუგონარ შეურაცხყოფას გვაყენებს. როგორც ჩვენ აქციის ორგანიზატორებს, ისე თქვენ. და ახლა ივანიშვილის პოლიტიკური წინასწარმეტყველება საკუთარ თავზე. ისე აგიხდეთ ყველაფერი ადრე და მალე, როგორც ეს მას აუხდეს. აღარ დასავლეთი დახუჭავს თვალს ამ უკანონობაზე, ამ გაუგონარ ძალადობაზე. ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია. წარმოუდგენელია დასავლეთმა სადისტური სისტემის შემქმნელებს დაუჭიროს ხარი დაუჭიროს მათ, ვინც წინააღმდეგად ჩვენი ქვეყნის სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ქუჩები აავსეს. თავდაჭერილი და ღირსეული პროტესტი. ეს ხელისუფლება ბევრს ეცადა ჩვენი ახალგაზრდები იდეალებისა და ღირებულებებისაგან დაცლილ მომხმარებელ საზოგადოებად ექცია, რომლისთვისაც ყველაფერი სულ ერთია პირადი წარმატების გარდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებით ძიმე საყურებელი იყო და ახლა ერთი-ორად ამაყი ვარ, რადგან როდესაც ჩაჭირო გახდა ახალგაზრდობა, მაშინვე დაიკავა სწორი სამართლიანი პოზიცია, დადგა სიმართლის მხარეს, გააბროთესა სისასტიკე, უსამართლობა, ადამიანების ღირსების შელახვა, უზარმაზარი საპროტესტო ტალღა აღორა და ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში ვაშკაცურად შემოაბიჯა ჩვენმა ახალგაზრდებმა. არ დახუჭა და არც დახუჭავს და ეს რომ ასია, ამიტომ ხართ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, ბერლინში და სხვა ცივილიზებულ დედაქალაქებში ხელჩამოურთმელები. ამიტომ ჩქაროთ ბოლომდე მოხუპოთ მიტაცებული და ბოლომდე გაარუსოთ. თქვენი მოჩვენებითი ძალაუფლება და უზრევლობა კი მოტყუებულ და ჩაჩანაკებულ მუნდირშელახულ მილიციაზე და რაც თავარია რუსულ პროპაგანდაზე დგას. იმ პროპაგანდაზე, რომლის მუშაკებსაც თქვენთან ერთად მალე შეეხება სამართლიანი საქციები. დაპირებისამებრ 20%-იანი მერი კალაძის არქივი და საკუთარი თავის მხილება. თან ის ხომ ასე ახლოა რუსულ პროპაგანდასთან. ხდება რამოდენიმე ჯიბის ტელევიზიის, ხელისუფლების ჯიბის ტელევიზიის სიბინძურის პროპაგანდა. და ეხლა რასაც ხედავ, რასაც უყურებ, ძალიან დიდი მუხტია ხალხში და ეს ნამდვილად სასიამოვნოა. არის რაღაც გარკვეული ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ დაშინებებს, რეპრესიებს ხალხის მიმართ. უკვე ინდონემდე მივიდნენ, რომ იმასაც გვიგზავნებენ, რა ჩავიცვათ, რას უყუროთ, რას არ უყუროთ. რა ფაქტიურად უნდათ რომ ჩამოაყალიბონ ბატონყმურის ყოფილება, მონები ვიყოთ რა. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. ეს დაიმახსოვრონ ყველან. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაბრუნდეს სამართლიანობა და ეს ასეც იქნება მართლა. მართალი ხარ კახა, ბატონყმობა, რუსული ბატონყმობა არ გაგივათ. ჯიბის ტელევიზიებით დაშინებით და რეპრესიებით რომ გინათ მართოთ მიტაცებული, ეს ყველა მიცის. უპირველესად კი ამ ხალხმა, რომელიც აგერ უკვე ბოლო 1 წელია, ჯამურად კი 13, აქ რუსთავაზე დგას, რადგან აქ გადის გზა თავისუფლებისკენ და როგორც უკრაინის მიწაზე მარცხდება და დამარცხდება ურდო, თქვენი მცდელობის მიუხედავად, აქაც დამარცხება. საპროტესტო ხმა მარტო აქ კი არა, ყველგან ისმის, ბოლომდე და გამარჯვებამდე. თავისუფლება რეჟიმის წყლებს! თავისუფლება სიტისის პატიმრებს! მოიხედე აქეთ უსირცხვილო! ძირს რუსეთის დაბალი იმპერია! ძირს დიქტატურა! ძირს პოლიციური რეჟიმი! სიტისის პატიმრის ოჯახის წევრი ვარ! მიდი გაეცი ბრძანება რომ დამაკაონ, მიდი! დევიზა ელენე ვარ, დევიზა მატესდა! მიდი! საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი. თავისუფლება რეჟიმის წყლებს! და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ, ან ის თუ ის, მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.